უნიკალური ბუნებით გამორჩეული ულამაზესი მხარე, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. დღეს არხოტის ხეობაზე მოგიყვებით, სადაც მოამბის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. მრავალწლიანი უგზაობის შემდეგ არხოტის სოფლებთან დაკავშირება უკვე საავტომობილო გზითაა შესაძლებელი. მხარეში, სადაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილი გადის, ტურისტული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება. მოქმედებს საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, მოწყობილია კოტეჯები. მესაქონლეობასთან ერთად ტურისტების გამასპინძლება და შესაბამისი მომსახურება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. გამორჩეული ტრადიციული სამზარეულო და ტურისტული მარშრუტები. სალომე ელისაბედაშვილისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიიდან. არხოტს თავისი ხმა აქვს. ხმა, რომელიც მთებიდან მოდის და სიმღერად გრძელდება. გიორგი ნაროზაულისთვის ხევსურეთი უბრალოდ მშობლიური კუთხე კი არა, ცხოვრების ნაწილია. გიორგი მღერის მის ისტორიაზე, ადამიანებსა და მთებზე. მისთვის სიმღერა ერთგვარი გზაა, რომ ხევსურეთის სიყვარული სხვებამდეც მიიტანოს. სამშობლო ჩემი სარდაც საბრუნას იმ ჩამოღლილი მთებით იწყება. არხოტი ჩემთვის პირველ რიგში სიწმინდეა, სიწმინდესთან ასოცირდება, იმიტომ რომ იმდენად დიდხანს იყო კარჩაკეტილი სტუმრისთვის, სულ რაღაც 10-11 წელი აქ შემოვიდა ხეობაში და იმდენად დიდი ხანი იყო ეს თავის ანაბარად დარჩენილი, რომ ეს სიწმინდე ეს ცივილიზაცია რო გვიან მოვიდა, ვერ გაიყვნა თავურობა ყველაზე მეტად ეგ მახარებს. თავისუფლება ამასთან ერთად ყველაზე თავისუფალი ვარ აქ. ჩემი ძმა იძახის ხოლმე, როცა რაღაც შემომიტევს, რომ გავდით კაცდებიო, არხოტში მოდის, რომ მიხვდეს რა პატარა არის და ეს ხეობა მართლა რაღაც პატარა ადამიანები გაგრძნობინებს რა თავს რა. ჩემთვის ყველაზე ძირფასი არის თავისუფლება, უბატონობა. გიორგის სტუმრებს მხოლოდ სიმღერით არ ხვდება. ის მათი მეგზურიც ხდება და ცდილობს სტუმარმა არხოტი არა მხოლოდ ნახოს, შეიგრძნოს კიდეც. აცნობს სოფლებს, გზებს, ისტორიებსა და იმ ადგილებს, რომელთა შესახებაც ყველაზე საინტერესო ამბები სწორედ ადგილობრივებმა იციან. ამჟამად ვიმყოფებით არხოტის დამაკავშირებელ გზაზე, კერძოდ წელგზაზე, ყველაზე მაღალი უღელტეხილი რაც არის საქართველოში და მგონი ევროპაშიც. ეს გზა 2016-2017 წლებში გადავიდა არხოტში. მას შემდეგ რაც უფრო დრო გადის, ნელ-ნელა მით უფრო და მით უფრო ემატება ტურისტი რა არხოტში. თავიდან უფრო ტურისტები მოძრაობდნენ. ეხლა ეს 2 წელია, რომ ადგილობრივებმაც საქართველოს გულისხმობ მეტად და მეტად დაიწყეს სიარული, რაც რა თქმა უნდა ძალიან ასულდგმულებს აქაურობას ხელახალ სიცოცხლეს წინს. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივისთვის ყველაზე დიდი მუხტია და ყველაზე დიდი შემართება არის, როცა სტუმარი მიდის. რა შეიძლება არხოტში ჩახვიდეს სტუმრად, მაგრამ იქიდან აუცილებლად უკან ბრუნდები მეგობრად. ხევსურეთი ნელ-ნელა უფრო მეტი მოგზაურის ინტერესის ცენტრი ხდება. აქ ჩამოსულ სტუმრებს უკვე მეტი შესაძლებლობა აქვთ რამდენიმე დღე დარჩნენ და ამ მხარეს უფრო ახლოს გაეცნენ. ახიელში ტურისტებისთვის პირველი სასტუმრო 2021 წელს გაიხსნა და მას შემდეგ არაერთი ქვეყნიდან მოსულ მოგზაურს მასპინძლობს. როდესაც გზა გადმოვიდა სამანქანე გზა არხოტში, გაჩნდა იმის პოტენციალი, რომ გაგვეკეთებინა საოჯახო სასტუმრო და მიგვეღო დამსვენებლები. წელს პირველად იყვნენ ახალი ზელანდიიდან სტუმრები, შემიძლია ხაზი გაუსვა, არასოდეს არ ყოფილან, წელს იყო პირველი შემთხვევა და პირველ რიგში იხიბლებიან ბუნებით, ანუ ამ გარემოთ, იმიტომ რომ სადაც არ უნდა გაიმხედო რომელ მხარეს ულამაზესია. აი თვითონ მეც ხო აქ ვარ, მაგრამ ვერ გამოვარჩევ ერთ-ერთ მხარეს, რომელი უფრო ლამაზია. შესაბამისად ტურისტებსაც ზუსტად ანალოგიური განცდა აქვთ ხოლმე, რომ აი არის საოცარი ბუნება პირველ რიგში. შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ადგილობრივი კერძები. სოფელ ახიელს წელს კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია შეემატა. აწარმოეს საქართველოს პროექტით დაფინანსებული კოტეჯები გაიხსნა, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ხევსურეთი მხოლოდ გავლით არ ნახო, არამედ აქაურ ცხოვრებას ცოტა ხნით შეუერთდე. ვიმყოფებით არხოტის ხეობაში. ეს არის კოტეჯები ასა, რომელიც აწარმოეს საქართველოს დაფინანსებით, მეწარმე ქალონის დაფინანსებით შევძელით და ავაშენეთ. ასევე გვაქვს კვების ობიექტი, სადაც შეგვიძლია უმასპინძლოთ ტრადიციული კერძებით ჩვენს ვიზიტორებს.
ჯავშნები გვაქვს სექტემბრის ბოლომდე, ოქტომბრის დასაწყისამდე. ხევსურეთის გაცნობა კი მხოლოდ თვალით შეუძლებელია. მას თავისი გემოც აქვს. ადგილობრივი სამზარეულო აქაურობის ისტორიის ნაწილია. ჩვენ საოჯახო სასტუმროს დიასახლისებმა გვიმასპინძლეს. განსაკუთრებულად პოპულარულია კეცეული. ეხლა ვამზადებ ხორცეულ კეცეულს, ხორციან კეცეულს, რომელიც ძალიან მოსწონს ჩვენს ვიზიტორს. აქ არის დაკეპილი ხორცი, საქონლის დაკეპილი ხორცი, გახიხილი კარტოფილი და შიბუ, რომელიც არის გარეული ღანძილი. ასევე ხევსურული კერძი კუსერბო, რომელიც ყველისგან, კარტოფილისგან და ერბოსგან მზადდება. ეს ის ტრადიციული გემოებია, რომელსაც აქ ჩამოსული სტუმრები აუცილებლად უნდა გაეცნონ. მე ხომ მოგიმზადებთ ხევსურულ ტრადიციულ კერძს ადგილობრივს, რომლის სახელიც არის კუსერბო და რომელსაც ვიზიტორებსაც ვთავაზობ ხოლმე. სხვაგან ესეთი არ გამოვა, იმიტომ რომ ყველაფერი არის ადგილობრივი, ჩვენი, აქ მთაში მოყვანილი. შესაბამისად აქ მაინც სხვა გემო აქვს. ხევსურეთის აღმოჩენა სხვადასხვა მარშრუტით არის შესაძლებელი. მათ შორის ცხენებით მოგზაურობაც, რაც მთების ნახვას კიდევ უფრო განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. ჩვენ მეგზურობას 13 წლის დათა ნაროზაული გვიწევს, რომელიც სტუმარს ამღას, ახიელს და ჭიმღას აცნობს, თითოეულს თავისი ისტორიით და ხასიათით. სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოდივართ ხევსურეთში, არხოტში, სოფელ ახიელში. არხოტის ხეობაში ჩამოსულ სტუმრებს ვათვალიერებინებთ ხეობებს და ვუყვებით ისტორიებს ამ ხეობის შესახებ. ხევსურეთში მოგზაურობისას არაერთ ტრადიციულ წეს-ჩვეულებას შეიძლება გადააწყდეთ. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესოა მთიბელი, თიბვის ტრადიცია, რომელიც ხევსურული ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მთიბელი ლიქოკის ხეობაში გადავიღეთ. იქ, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთის გვერდ-გვერდ დგანან და ზამთრისთვის მსხვილფეხა პირუტყვის სარჩოს იმარაგებენ. აქ თიბვა მხოლოდ ყოველდღიური სამუშაო არ არის. ეს არის ტრადიცია, ურთიერთდახმარება და იმ წესების გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. წესი იყო უნიაბა, ხელი მხარი შეგვჭი. კარგად იყავით, ადლოვაშვილი. ათენგენობის მერე იწყების თიბაი. და თიბაში ბიჭები, ვინც არიან თანატოლები და ამხანაგები, ყველა ერთმანეთს ეხმარების. ზამთრის და დრო საქონისაჭმელმა ამზადნა და მოიმარაგანა. მერე ის სხვას ეხმარება და ყველა ერთად მუშაობს. ესეთის არის ეგ ადრიდანვე ეგრე იყო ხევსურეთში, რომ ერთმანეთს ედგეს გვერდში. ყველაფერში, არა მარტო თიბაში, ყველა საქმეში. ეს უნიკალური გარემო დაცული ტერიტორიის ნაწილია და მისი შენარჩუნება ყველას პასუხისმგებლობაა. აქ ჩამოსული სტუმარი ბუნების სტუმარი ხდება და მნიშვნელოვანია ეს მთები ისეთივე ხელუხლებელი დარჩეს, როგორიც ახლა. ხოდა ეს გზა რო შემოვიდა და რაღაცა ცოტა მოხშირდა ცოტა ისეთი ხალხი, რომ ვიღაც საინტერესო, ვიღაც პროფესიონალი, ან თევზი უნდა, ან ჯიხვი უნდა, მაგრამ მაგის უფლება აღარ არის შეხვდამთავთან. და მელი არის, კურდღელი არის, ფოცხვერი არის. და ეხლა ბრაკონიერების ისაც რაც შეეხება არა, იმიტომ რომ სოფელი უნდა გაიარონ, აქ სხვა მხრიდან ვერ შემოვლენ. და ყოველთვის უცხო მანქანა რო შემოდის, მაგას უკვე ვაკითხულობ. ჩემი სიმღერები თებში გაბნეულან მათებში არხოტი, მხოლოდ ლამაზი ხედები, ძველი კოშკები და მაღალი მთები არ არის. არხოტი არის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ტრადიციები, რომლებიც თაობებს გადმოეცა და გზა, რომელიც ერთხელ თუ გაიარე, ისევ უკან აუცილებლად დაგაბრუნებს. ვიცი არ გიყო არ მე კი